ბევრისათვის იქნება არ არის ნაცნობი, მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ აუცილებლად გახდებათ ცნობილი, რომ 6-დან 7 ივლისის ღამე წელიწადის პიკია. ის ზენიტზე დგას, ანუ ყველაზე, ასე ვთქვათ, შუა ნაწილია და როგორც ამბობენ, კოსმოსში რაღაცა სწავლის სიგიჟეები ხდება, პლანეტების გადაადგილება დიდ ენერგეტიკულ, ასე ვთქვათ, აფეთქებებს უშვებს, კარგი გაგებით, ხო და ეხლა ავიღოთ და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თქვენ მოხარული უნდა იყოთ წესდადარიგით და მადლობელი, რომ მოხდით ქურუმი ქალის ტაროსზე, რომელსაც ან დალაიქებთ, ან გააზიარებთ. ნუ ეს უკვე თქვენი სინდისის ამბავია, სინდისის თავისუფლება და მოდით ნახოთ ჩემო ძვირფასებო პირდაპირ საქმეზე გადასვლით, ეხლა სად მივალთ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ დღევანდელი, ანუ დღესაც ეს ვიდეო იწერება უკვე 6-ია, ანუ ამ საღამოს რა უნდა გააკეთოთ. ბევრი რაღაცები მაქვს მომზადებული, ასე რომ თქვენც მოიმზადეთ საწერ კალამი და სუფთა ფურცელი, ჩაიწერეთ, არ გამოგრჩეთ რამე, თორე ამოვარდებით რიტმიდან და ამოვარდებით ამ ჩემს, ესე ვთქვათ, განრიგიდან. უპირველეს ყოვლისა, როცა ღამდება 6-დან 7 ივლისი ავიღებ ჩვეულებრივ ჭიქა-წყალს და ნებისმიერი ნომინალის რკინის მანეთს, ნებისმიერი ნომინალის რკინის პულს. და დღეს ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ სლავური დღესასწაული, ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ივან კუპალა და ივან კუპალას საპატივცემულოდ, ესეთი რაღაცა კეთდება ხვავისა და ბარაქისათვის, ჩავყრით სამივე მონეტას და ესეთ ლოცვას ვეტყვით. ატომაც არა, რომ ივან კუპალა შენთვის გავრეცხე მონეტები, ისინი ახლა სუფთა არიან, სიღარიბეს განდევნიან და სიუხვეს მომიტანენ. დაე იყოს ასე. აღნიშნული ჭიქა დავდოთ ჩემო ტკბილფასო ადამიანებო ფანჯრის ძრაფაზე, სადაც შეხება აქვს კოსმოსი, სადაც შეხება აქვს ზესტამთვარეს, ნუ ღამე ვარსკვლავები იქნება რასაკურველია და დილით ჩვეულებრივად წყალი გადაღვარეთ, მონეტები ჩადევით საფულეში და იმ დღესვე დახარჯეთ. გარდა ამისა გაათენდა ცეცხლის ფათაენთო და ბრჭყვიალა დღე დადგა. ანუ დღე უკვე 7 ივლისია და ამ დროს უკვე შეგიძლიათ თამამად გააკეთოთ. მე ამასთან დაკავშირებით ერთხელ ვიდეოს ჩავწერე, რომელიც ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ატაცებულია, მთელი მსოფლიოს ეზოთერიკები მსგავს რიტუალებში არიან ჩართულები და იმდენად მაგარია, იმდენად არა მარტო მაგიურია, რაღაც სხვა ზეგავლენებით ხდება ადამიანების, ასე ვთქვათ, დაპროგრამება. მოდი ამ ჯადოსნურ დღესაც დაიწყეთ დღე ესეთი სიტყვებით, როგორაც გაახელთ ლამაზ თვალებს, ესეთი, ადამიანები ყოველთვის ვირჩევთ რაღაცას ჩვენზე ზეს, ეს იქნება შემოქმედი, ეს იქნება უზენაესი, ეს იქნება ღმერთი, ყოველთვის რაღაცა არის ისეთი, რომელიც ეგრეთ წოდებულად გმართავს, გრულავს, როგორც იტყვიან ხოლმე და მასთან გქონდეს, ან ჩვენი ღვთაებრივი მე, მასთან გქონდეს პირდაპირი კონტაქტი და აქ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ღმერთო, სადაც გჭირდები, გამაგზავნე იქ დღეს შენ, გამომიყენე და რეაგირებისათვის დამიტოვე დრო. შემამზადე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უთხარით, ესე გაიღვიძეთ, არა მარტო დღევანდელ დღეს ხალხო, როცა ამ ვიდეოს მითითება მაქვს. ყოველ დღეს შეგიძლიათ ღმერთს თხოვო, სადაც არის ჩემი ადგილი, გამიშვათ. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ეს გამოგადგებათ. და კიდე ერთი ლაიფჰაკი, ატომაც არა, სხვაშორის როგორც გავიგე, ამას ჰოლივუდის ვარსკვლავები აკეთებენ ძალიან ხშირად და მუშაობს და რას ვაკეთებთ? ვიღებთ ფურცელს, ვწერთ მოკლე სურვილს, რომელიც უკვე თითქოს ახდენილია, მოკლედ ასე, რომ მაგალითად მე შევხვდი სიყვარულს, მე ვიყიდე რა ვიცი, აგარაკი, ან ავტომობილი, ან სასურველი კაბა, რა ვიცი, ვისთვის როგორ არის, ან ჩვენ შევრიგდით და ერთად ბედნიერები ვართ, მოკლედ ვისაც რა გაწუხებთ, ასევ და ასევ ვიღებთ ფინჯანს, ასე ვთქვათ, წყალს, სუფთა წყალს, ამოვდებთ აღნიშნულ ფურცელს, ჩვენი სურვილი ამ ფურცელს და ამ სურვილს ჩემო ტკბილებო 9-ჯერ ხმამაღლა ვიტყვით, 9-ჯერ მე მაქვს, მე მყავს, ნუ გააგრძელეთ ეს უკვე მე აღარ უნდა გიკარნახოთ, 9-ჯერ უნდა ვთქვათ, დავდოთ ისევ და ისევ იმ ადგილზე.
სადაც კავშირი აქვს სამყაროსთან, ჩვენი ფანჯარა, აივანია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დილით თენდება და მადლიერებით ვსვამთ წყალს. 3-დან 21 დღეში ძალიან დიდი ალბათობა ახდეს თქვენი სურვილი, მით უმეტეს ივან კუპალა, ანუ ჩვენი დიდებული წელიწადის 2025 წლის ზენიტში ვიმყოფებით ეს ღამე 6-დან 7-მდე ძალიან ბევრის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეთ. მოვუცადოთ, აუცილებლად მოვუცადოთ. მეტი კალენდარი ჩვენ არ გაგვაჩნია, მეტი სურვილები არ აგვახო და დავამთხვიოთ ეს სეციური ჯადოსნურობა აი ამ ჩვენი წინაპრების გამოცდილებასთან. გამიხარდება ჩემო ძვირფასებო თუ დამილაიქებთ, თუ მოგეწონებათ, სულ სადაქალოსაც ჩაოგდებ ჯგუფებში, რატომაც არა, და ყველა მიცოდეს, აი ყველას გაუზიაროთ, აი ყველა იყოს ბედნიერი, რაც უფრო მეტი ღიმილიანი და უზრუნველყოფილი მადლიერი ადამიანი დადის ამ ქვეყნად, მით უფრო მეტად სიმშვიდე აეглю ხალხო, ეს სიხშირეები, ეს აერი იკრიბავს, გულში იხუტებს და შიკეთას გაუშვებს, სიკეთად მოხდება, გამზარებული და ღვარს გაუშვებ, ღვარზით იმოხდება, სულ რაც უფრო მეტი კმაყოფილი ადამიანია ჩემს ირგვლივ, მე უფრო მეტად მახარებს და ვგიჟდები, ხო ჩაიწერეთ, ხო მოინიშნეთ ეს ვიდეო, ხო შეინახეთ, ხო და ძალიანაც გაგიმართლათ. კაი ტიპები ხართ, როგორი მიქალის მიმდევრები ხართ. მეც კომენტარებში რაღაც დამიწერეთ, რა ვიცი, ესე ძალიან რო ვიხწვით და მისა მომართეთ. ბევრი რაღაცებისთვის მე მიხარია, როცა წერენ, რომ გვიხდება სიტყვით შენი ტაროს კონსულტაციები, ამაზე კარგი არაფერი არა, მე მგონი, ამაზე კარგი, ასე ვთქვათ, კომპლიმენტი, ხო და ჩაიწერეთ ტაროზე და სხვადასხვა რიტუალებით მზადა ვარ გაგანდოთ. ეზოტერიკული ხრიგებით, ისე და ისევ მოწოდების სიმაღლეზე. აბა თქვენ იცით ეხლა, დრო არ დააკარგოთ, თადარიგი დაიჭირეთ, რა უნდა გააკეთოთ 6-დან 7 ივლისის მიჯნაზე. გაკოცეთ.